დღეს გამთენიისას გავრცელდა ოფიციალური ისრაელისგან ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო პრევენციული ზუსტი კომბინირებული შეტევა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად. მისივე თქმით და ინფორმაციით, დარტყმები იყო პასუხი ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ასევე თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს. თავდაცვის ძალების განცხადებითვე ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის და მათ შორის ფართო მსოფლიოსთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია აღმავალი ლომის ნაწილი იყო და რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ამბავი და ინფორმაცია გავრცელდა თბილისის დროით დაახლოებით 7 საათისთვის, რომ ირანის სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, რომელიც გამთენიისას განხორციელდა, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით კი ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის არის. სახელმწიფო მედიის ცნობითვე დაღუპულები მათ შორის არიან ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი მეჰდი თეირანჩი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არის ირანის გენშტაბის ცენტრალური სარდლობის მეთაურიც გენერალ-მაიორი ლოლამ ალი რაშიდი. დამატებით კი გახდა ცნობილი, რომ თეირანზე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული მასობრივი დარტყმების ფარგლებში ლიკვიდირებული არის ასევე ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო მეცნიერი და აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორი მოჰამად მეჰდი ტეჰრაჩი. გამოცემა ასევე The Times of Israel-ი ირწმუნება, რომ ისრაელის თავდაცვის არმია ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას კიდევ დამატებით 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა. ირანისგან კი მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. ასევე მედიის ინფორმაციით ისრაელმა თეირანს და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებსაც დაარტყა. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი აფეთქებები იყო ნათანსში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში და ასევე უკვე რაც ცნობილი არის, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ეს არის ამბები, რომელიც დღეს დილიდან გავრცელდა, ახლდება ირანიდან და ისრაელის თავდაცვის ძალებისგან კიდევ დამატებით სიახლეები, იცვლება ვითარება და ჩვენც თავისთავად ყურადღებით ვართ და მოგაწოდეთ განახლებულ ინფორმაციებს.